მადლობთ უფალს, რომ ღირსი გავხადა, რომ აი ამდენ საუკუნოვანი დუმილის შემდეგ სწორედ ჩვენი მეშვეობით ამოქმედდა და ამოქმედა უფალმა ეს მონასტერი. არის ადგილები, რომლებიც თითქოს მოლოდინში ცხოვრობენ, რომ მათი კარი ისევ გაიღება და სიჩუმეს ლოცვის ხმა შეცვლის. დიდება შენ და ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენ და ფიტარეთის მონასტრისთვის ეს დღე თითქმის 3 საუკუნის შემდეგ დადგა. დღეს ხრამის ხეობის თავზე აღმართულ ამ უძველეს სავანეში ასწლეულების დუმილის სწორედ ბერების ყოველდღიურმა ლოცვამ შეცვალა. ამისთვის გიღაღადებ და ვიტყვით კურთხეულ ხალუფარლო ღმერთო და ჩვენთაო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლო 2007 წელს, როდესაც ეს მონასტერი ამოქმედდა, გაიხსნა, არ არსებობდა სამანქანო გზა, არ იყო მდინარეზე ხიდი და აი ცხენით გვიხდებოდა ხოლმე ამ მონასტერში მოძრაობა, ელემენტარული საკვების მოტანა და ასე შემდეგ. ფიტარეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარი მე-12-მე-13 საუკუნეების მიჯნაზე აიგო. ისტორიკოსები დღემდე მსჯელობენ, მისი აშენება გიორგი მესამის ეპოქას უკავშირდება თუ უკვე თამარისა და ლაშა გიორგის მეფობის პერიოდს. აქ არის ერთადერთი საქტიტორო წარწერა, სადაც ვინმე ქავთარ ქაჩიბაიძე წერს, რომ მე მეფისა გიორგის დროს აღვაშენე ესე მონასტერი. ისტორიკოსთა ნაწილი ავტომატურად აკავშირებს ლაშა გიორგისთან. მაგრამ არის მეორე მოსაზრება, აი შემდეგ ამ ტექსტში გრძელდება ასე, რომ მეფეთა სადიდებელად აღვაშენე ესე მონასტერი. და ვარაუდობს ისტორიკოსთა მეორე ნაწილი, რომ ეს უნდა იყოს პირიქით გიორგი მესამე თამარის მამა და ეს პერიოდი, როდესაც მან თავისთან ერთად გაამეფა თამარი. მაგრამ მიუხედავად ამ განსხვავებული მოსაზრებებისა, ერთი რამ უცვლელია. ეს იმ ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბეთანიის, ქვათახევის და ყინწვისის ტაძრებთან ერთად შუა საუკუნეების საკულტო არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება. განსაკუთრებით არის გამოსარჩევი გუმბათის ყელი და მასზე გამოსახული არის აი ადამიანთა გამოსახულებები, სამგანზომილებიანი გამოსახულება, რაც ძალზედ იშვიათია ქართულ ხუროთმოძღვრებაში. ძირითადი ნაწილი ავთენტური არის და შენარჩუნებულია სწორედ ისე, როგორიც იყო თავდაპირველად. ასწლეულების განმავლობაში ფიტარეთი ორბელიანთა საგვარეულოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მათი ძალისხმევით მონასტერმა მე-17 საუკუნეში ახალი სიცოცხლე შეიძინა. განახლდა ტაძარი და საბოლოოდ მათი საგვარეულო საძვალეც გახდა. ეს ტაძარი იყო მათი მთავარი ძვალშესალაგი, აქ იკრძალებოდნენ, აქ არის დაკრძალული ყაფლან ორბელიანი, რომელიც არის სულხან-საბა ორბელიანის პაპა, სულხან-საბა ორბელიანის მშობლები, ბიძები, ბიცოლები, ასევე მისი მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი, სწორედ აი ამ ტაძარში განისვენებენ და აქ არიან დაკრძალულები. ყაფლან ორბელიანმა გაუკეთა რესტავრაცია ამ ტაძარს და იმ დროს, ასე ვთქვათ, განახლდა და მოიხატა. ფიტარეთის ფრესკები რამდენიმე ისტორიულ ფენას აერთიანებს. ძირითადად მე-17 საუკუნის მხატვრობას, თუმცა აქ მე-14 საუკუნის მოხატულობაც იკითხება. მათზე სახარების უმნიშვნელოვანესი სცენებია გამოსახული. მაცხოვრის ვნებიდან წმინდანთა და მღვდელმთავართა სახეებამდე. მაცხოვრის შეპყრობა, ჯვარცმა, ქვედა რეგისტრში არის მღვდელმთავრები გამოსახული, უკან არის სასუფეველი, მაცხოვარი. ფრესკებთან ერთად წარსულს ტაძარში შემორჩენილი წარწერებიც აცოცხლებს. ერთ-ერთი მათგანი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას გვიტოვებს. 1899 წლის მარტის 20 მოვედი ამ ძველ მონასტერში და ვშრომობ ბერი ზოსიმი. აი ესეთი. მის შესახებ სხვა თითქმის არაფერი ვიცით. თუმცა ეს მოკლე ჩანაწერი დღემდე გვახსენებს, რომ მაშინაც კი როცა მონასტერი უკვე დიდი ხნის დაცარიელებული იყო, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამ ადგილს არ ივიწყებდნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვათახევიდან გადმოუყვანიათ ერთი ბერი, პეტრე და მას ჩააბარეს გუდარეხი და ფიტარეთი და დიოდა ფეხი, საკმაოდ შორი მანძილი არის და მე ისე აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი კარგა ხნის მერე იპოვეს აი ამ მონასტრის ეზოში და აქვე დაუკრძალავთ.
ფიტერეთის მონასტერი ერთ დროს ცოდნისა და სულიერი განათლების მნიშვნელოვანი კერაც იყო. აქ მიდიოდა წიგნობრობა, გადაწერა, შემორჩენილი არის ამ მონასტერში გადაწერილი სახარება. თუმცა ეს აღმავლობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მე-18 საუკუნის დასაწყისში ფიტერეთი ლეკთა შემოსევამ დაარბია და მონასტრული ცხოვრებაც შეწყდა. ბოლო წინამძღვარი იყო იობი, რომელიც თანამედროვეა სულხან-საბასი და სულხან-საბა მას იხსენიებს როგორც ჩინებულ მწერალს და აი ამ პერიოდიდან წყდება ამ მონასტერში მონასტრული ცხოვრება. სწორედ იობის სახელს უკავშირდება საწინამძღვრო სახლისა და მარნის აშენება, რომელთა ნაშთები დღესაც შემორჩენილი. შემორჩენილი არის ქვევრები, ბუხარი და სამწუხაროდ დღეს სახურავი ჩანგრეული აქვს და საჭიროებს რესტავრაცია, რეაბილიტაციას. ფიტერეთის სამონასტრო კომპლექსის განუყოფელი ნაწილია მე-17 საუკუნის სამრეკლო და სათოფურებიანი გალავანიც, რომელიც ერთ დროს მონასტერს მტრის შემოსევებისგან იცავდა და ამ სულიერ კერას თავდაცვით მნიშვნელობასაც ანიჭებდა. უფრო ძველი გალავანი მე-12-13 საუკუნის უფრო გარედან არის უფრო დიდ ფართობს და ეს დღევანდელ მოხსეული გალავანი არის მე-17 საუკუნის. ფიტერეთის ისტორია დღეს უკვე აქ მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაში გრძელდება. ყველას თავისი გზა აქვს, თავისი მოსვლის მიზეზი და პირადი არჩევანი. პირველად ფიტერეთის მონასტერში ამოვედი 2012 წელი იყო. სულ მქონდა ინტერესი მონასტრული ცხოვრება, იმიტომ რომ ბავშვი დედაჩემს დავყავდი ეკლესიაში, შემაყვარე ეკლესია და მაგრამ ვერა და ვერ არ გამოდიდა. ნუ ესე არ არის მარტივი რომ გადაწყვიტო მონასტრული ცხოვრება, ცდილობ იქნებ სამსახური დავიწყო, იქნებ ძოლი მოვიყვანო, ხო, ნუ არ არის ესე შენით ვერ გადაწყვეტ, თუ ღმერთი ძალა არა. და ის სასწაული ხდება რომ ვერ ვიწყედი მუშაობს არა და სულ მეგობრები მყავდა ყველა დასაქმებულები და თურმე ღმერთს აქ უნდა და ჩემი სამსახური დაწყება, ხო ესე გამოდის და აი აქ სადაც ყველაზე მაგრად მინდოდა იქ მომიყვანა ღმერთმა. ლოცვა და შრომა მისი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამ შრომის ნაწილად იქცა მეფუტკრეობაც. აი კვერცხი ახალი კვერცხი, გე? წერტილები ხედავ? როგორც ბერი არსენი გვეუბნება, აქ ყველაფერი დროსა და ყურადღებაზეა დამოკიდებული. მეფუტკრეობა ყოველდღიურ დაკვირვებას, მოთმინებასა და ზრუნვას მოითხოვს. თავარი არის პრაქტიკა რა და მოვლა, მიხედო თავის დოზე. სასიამოვნო საქმე არის, აი ბერული საქმეა, აზარტულიც არის, ამ ხრივ თან მოვლა უნდა და აი ცოცხალი არსებაა რა, აი ღვთაებრივი წერია მართლა. აი როგორც ვენახთან სხვა ურთიერთობა გინდა, ფუტკარი კიდე უფრო სხვა არის რა საერთოდ. თან გეჩვევა ცნობს პატრონსაც რა და აღარ ქმნის. ნუ ზოგჯერ ბრანსდები, მაგრამ ეგ არაფერი. ფიტერეთს წლების განმავლობაში საკუთარი სულიერი მნიშვნელობაც ჩამოუყალიბდა. ამ ადგილს ადამიანები სხვადასხვა სათხოვრით და იმედით აკითხავენ. გამორჩეულად ლოცულობენ ამ მონასტერში უშვილო წყვილები და უამრავი მაგალითი არის ამისი, როდესაც მოილოცავენ ფიტერეთში ღვთისმშობელში ევედრებიან და მათ შვილი უჩნდებათ. ფიტერეთის მონასტრის შესახებ კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მის დღესაც იმ საქმეს ემსახურება, რისთვისაც საუკუნეების წინ აშენდა.